მოგესალმებით ქალბატონებო. ჩაიქთვებოდა ჩავთე. მოგესალმებით ქალბატონებო, ბატონებო, დღეს მინდოდა მელაპარაკა მარტო ცხოვრების სურვილი როგორ ბავშვობაში სულ ყველას და რო არ ვიცით რა არის სინამდვილეში მარტო ცხოვრება, აი მაგ ფაქტზე. შენ არ გიცხოვრია მაგ. გაარჯობა, მე უბრალოდ ლამაზი ვარ. დილაუთენია. და ქვიქნები. ანუ საუბრობ იმაზე, რომ ანუ ვისაც მარტო ცხოვრება ის გამოცდილება გაქვთ, ძალიან ისეთი ამბავია რა, ანუ სახში როცა ცხოვრობ, ჩემებთან ერთად როცა ცხოვრობდი ადრე სამ გადავიდოდი მარტო საცხოვრებლად რა. ჩემებთან ერთად როცა ცხოვრობდი, აი სახში რომ მოვდიოდი სამსახურიდან, მაცივარში შევიჭრიდებოდი და რაღაცა საჭმელი სუეგდო, რაც შეიძლება და გამომდგომოდა, რომ დილამდე ცოცხალი ყოფილიყავი. მაგრამ ამ საჭმელს ვიღაცა ყიდულობს რა და როცა მარტო ცხოვრობ, შენ თვითონ არ ყიდულობ ამ ყველაფერს. რატომ იყურებ ეგეთ სახით? გისმენ. ხო და შენ თვითონ არ ყიდულობ ეგეთ რაღაცებს რა, ანუ აი რაღაცა ბანანს არ იყიდი რა შენთვის პროსტა როცა მარტო ცხოვრობ. იყიდი რაღაცა საჭმელს, იმენალ გრეჩიხას, ლობიოს, პურს, აიტანს სახში და აი მისაყოლებელზე ვეღარ ფიქრობ, იმიტომ რომ მაგდენი მაყუთიც არ გაქვს რა. და გინდა რომ რაღაცა ისქნა და არაფერს გრეჩიხას, მაკარონს და ბრინჯს რატო ყიდულობ, იმიტომ რომ სახლში გინახავს და გონია რომ უნდა იყოს? არა, მე ვფიქრობ რომ გრეჩიხა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საკვები არის, რაც კი არსებობს. და მოგიმზადებია. მოგიმზადებია რა ერთხელ. კატის პეწვი გაქვს. მე რა რო კატის პეწვი. რა შენ არ გეკეთები გრეჩიხა? კი, მაგრამ ჩემი ნაყიდი. არის გრეჩიხა? ნახე შეიძლება ვიკამათოთ ამ ვიდეოში. გრეჩიხა რატო არის კაი, იცი? ეხლა მე გეტყვი რატო არის გრეჩიხა კაი. რო ყიდულობ გრეჩიხას, ის გრეჩიხას სამი გაკეთება მაინც ყოფნის. მართალია. თან არაფუჭებადი არის. ანუ მალფუჭებადი არ არის. აი ბანანი რო იყიდე. ეს რაღაცას ვიძახი, ანუ მე იმას გეუბნები, რომ შენ გაუაზრებლად ყიდულობ რაღაც პროდუქტებს, იმიტომ რომ სახლში დაგინახავს და რეალურად. არა, გოგო, რამდენად მინდა იმის ჭამა, იმის მიხედვით. არა, ნახე, იმას იცახი, აი, პირველად იმოხმარების საჭმელი ჩამოთვალე და მე იცახი, რომ იმის საყოლებელს არ ვყიდულობ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ და მაგას ვიძახი, რომ შენ თუ მარტო ცხოვრობ და ისეთ რაღაცას ყიდულობ, რაც გააზრებლად არ გინდა რომ ჭამო და არ ფიქრობ, რომ აი, ხა ამის ჭამა გამისწორდება და აი ამას შევჭამ მე ეს გაასწორებდა. მაგას არ ფიქრობ, როგორ არა, მაგას მე უკვე რაც უნდა გამისწორდეს, მაგდენი ფული არ მაქვს. ხო და ანუ უკვე აღარ ანუ მაშინ რატო არ გისწორდება ეს გრეჩიხა, ხო გიყვარს? ვინ თქვა რომ არ მისწორდება? შენ. აღარ მithქვამს. მართალია, ცოტა შევცვალე. ცოტა რა შეცვალე. მაგრამ მე ვასე მათქო მაგას ვიძახე. რაღაცას მიტევდა და მაგის შემოსატევა ჭირდებოდა რომ მე გრეჩიხა არ მიყვარს. აი გრეჩიხა, კაი ბრინჯი. ბრინჯი რატო უნდა ვიყიდო ვაფშე არ მიჭამია. აი, გაგზავნე. რა გინდა? ანუ გულისხმობ იმას, რომ აი სახლში ჩემთვის რომ ვიყიდე გრეჩიხა და პური და რო ავედი და რო შევჭამე ეს ყველაფერი იქ რა უშვათ რაღაცა კოკაკოლა ზერო მაქვს ნაყიდი დაუშვათ რა მისაყოლო დასალევთ. არა, უცებ რაღაც ტყვიო მომინდეს სახლში არა მაქვს. მაგრამ დედაჩემთან, მამაჩემთან ერთად როცა ვცხოვრობ, მე რაც უნდა ვჭამო, რაც უნდა მომინდეს, სულ არის. არ ვიცი საიდან არის, მაგრამ არის. აი ხა ხო იცი რომ ჩემთან კარადაში შეყო ხელი შოკოლადებს გამოიღე. რატო არ მაჭმევ ხოლმე შენთან როცა ვარ თუ არის? რატომ მეუბნები რომ მხოლოდ კვერცხი გაქვს? შოკოლადი გიშია. ანუ შიას რომ მეუბნები როცა კვერცხი მაქვს. როცა რაღაც სხვა მაქვს. ისეთი რაღაცები სულ არის, კარტოფილი სულ არის, რომ გააკეთო და ისე, მაგრამ მაგის თავი სად არის? და მე ჩემთან მოვდივარ და ჩემთან ვაკეთებ, იმიტომ რომ მაგის თავი ჩემთან არის. და შენთან მარტო კვერცხი გაქვს. ეგრე გრეჩიხა სულ არის ჩემთან, მაკარონი სულ არის. პროსტა ნუ მე ვფიქრები რა, მე რასაც არ გავიკეთებდი სახლში, ხო მგონია რომ შენც არ გინდა რა. და მე აქ რომ ვჭამ, თან მგონია რომ გინდა რა ეს მაგარი. არა, გემიტო ვჭამთ რომ მე ვაკეთებ. ხო და იქ მე მაგძელე მარტო ცხოვრებაზე. მარტო ცხოვრებას არ შეეხება, ძალიან ბევრი პრობლემა მოყვება მაგ ყველაფერს რა. თუნდაც ის რომ აი რამე ძილის პრობლემა მქონდა მე თავიდან რა, იმიტომ რომ საწოლის ქვეშ მონსტრებს მამა არ ამოწმებს. გენაცვალ. ხმაური რო არ არის ხო? ხმაურის გარეშე ვერ ვიძინებ რა, მე მიჩეული ვიყავი, ნახალოკაში ცხოვრობდი და ზედ გზაზე იყო კორპუსი და მანქანები სუდადიოდნენ,
რატო იყურები ეგრე? გისმენ? ის ხო არ მიდუღდა. არა. რაღაც ხმები აქვს. ხო და ნუ რა აზრი აქვს? სად ვიყავი? სად ვიყავი? ხმაური. ხო, ხმაური იყო ხოლმე სულ. მე გლდანშო გადმოვედი, კატა მყავდა აქეთ უკვე. იქაც ყავდა კატა, მაგრამ იქ პატარაობაში და მე გაიქცა ის კატა. ოსების მხარეს გადავიდა, ცხინვალში წავიყვანეთ და წავიდა და მე 2000 შორის რო წავიდა, მალევე დაიწყო ომი და ტყვედ ჩავარდა? არა, ტყვედ. მე მგონია რომ ომი იმან დაიწყო. იმიტომ რომ გავუშვით. ცხინვალში რო გავუშვით ივლისში. და ივლისის ბოლოს გაქრა და აგვისტოს დასაწყისში ომი დაიწყო. აი, გაგზავნა. ხო და ეს კატა რო აღარ მყავდა იქ, კი არა, არ მყავდა, ხო? ცოტა რთული იყო რა სიჩუმეში ცხოვრება. და ძალიან გამიჭირდა. და დაძინებაც ძალიან რთული არის, როცა სიჩუმეს არ ხამეჩობ და მე ტელევიზორი ჩამოვიკიდე იქ სახლთან. სახლში და იმ ტელევიზორში უყურებდი ყველაფერს რა რო არ მოგატყუოთ და მე სულ ეგრე მივეჩვიე უკვე რომ ტელევიზორის ყურებაში მეძინებოდა რა ეგრე ჩამომიყალიბდა ცხოვრება იაკოვსის რეკლამა არ ჩანს ხელები მოგაფარებული ვინც ვერ მიხვდება რომ ეს იაკოვსის ყავა არის აგეთ მაგაზე ხო ნუ რა აზრი აქვს რა ხო და მე იქ კიდე ემატება ეგეთი ძალიან ცუდი რაღაცა კომუნალურები ეგ არის ჩემი კოშმარი. აი, რო წარმოვიდგენ, რომ ანახა სახში, ანუ ჩემი ოჯახი ესეთ რაღაცებს არ ჭამს, რასაც მე ვჭამ რა და საჭმელს მაინც მე თვითონ ვყიდულობ მარტო ჩემი თავისთვის. მაგრამ რო წარმოვიდგენ ხოლმე, რომ აი მარტო ცხოვრობ და თვეში ერთხელ რაღაცა ქვითარებოდის და იქ წერია, რომ აი ამდენი ფული გაქვს გადასახდელი, ანუ რატომ აქვს გადასახდელი? ანუ ვინ თქვა რომ უნდა გადამეხადა? ანუ რატომ არავინ არ მითხრა რომ ეს ფული უნდა გავფლანგო? ანუ ეგ არის ჩემი კოშმარი. არ არის ფლანგი. კი, ეგ ხო უფასოა, როცა დედა ჩემი და მამა ჩემი იყდიან. ანუ მარტო რომ ვიცხოვრებ, მანდაც უფასო უნდა იყოს. არა. კი. როცა სხვა იხდის, აღარ არის უკვე. ხო ნუ რა აზრი აქვს? კომუნალურები მე მეგონა რომ რა ვიცი ხ მარტო რომ ვიცხოვრებ, რა უნდა იყოს. აი ეგ თქვი თავიდან. ეს ზამთარში გაზმა 150 ლარს არ ყაზმაო. რა გათვი 150 ლარს. აი, არ ვიცი, რა, მტოვებდი ხოლმე რა, ცოტა დაბალზე რა, სახლიდან რომ გავდიოდი, მტოვებდი რა, ჩართულს რომ სახლში რომ მივიდოდი, ის მარაზინი კი არ დამხვედროდა და ეხლა რომ, რავი, განერთული რაღაცა. ამიტომ არის კარგი ინვესტიცია ცენტრალური გათბობა. ცენტრალური გათბობა მქონდა და მაგას მტოვებდი. ეგ ხო რო ჩართავარით იშება, ეგრე მარტივად და მთელი ზამთარი ჩართულია. არა, როგორც გინდა ჩართავ, როგორც გინდა გამორთავ. უი აროჩი ნუ რა აზრი აქვს რა ხო და ძალიან ძვირი იყო მე PlayStation-ი მქონდა სახლში და იმ PlayStation-ზე რომ თამაშობდი ხოლმე სახლში რომ მოვდიოდი სულ ტელევიზორი ის ჩართული და პახოთ ტელეფონიც რომ მეგონა რომ დიდი არაფერი არ უნდა იყოს მეთქი ბოლი რო ამბობ დიდი არაფერი ხარჯი არ უნდა იყოს თქო თურმე ეგეთ წყალიც მაგარი ხარჯი წყალი კი არა დეინს მაგარი ხარჯია ყოლა რა ვიცი იმდენი უაზრო ხარჯთან გიწევს მე დაპირისპირება რომ ვერ უაზრო ხარჯია ხო კომუნალურებებმაც მაგას ვეძახი ანუ არა რო არ ფიქრობ ეგეთ აუკაროჩი ვინ არის ეს ხარ ვინ ხარ მოკლედ მე მინდა რომ თელი ჩემი ცხოვრება ესე უნდა გეჭიროს ეს იმენ ავატარ აირბენდერი ხარ რაღაცა ან ნარუტო მე საკარმომირევია ხო მოურე მე მინდა მოურია მე ხოდეს ზონა ხო მე მინდა რომ თელი ჩემი ცხოვრება ჯეროდეს რომ კომუნალურები არის უფასო ანუ აი სახში ანუ მე უნდა გადავიხადო ხო აბა მე უნდა გადაიხადოს აი სახში რომ შუქი მაქვს ეგ უფასოა და სახლს მოყვება აი ან გაზი რომ მაქვს ეგეც სახლს მოყვება არ ვიცი, ყველაფერი, აი სახლი რო ვიყიდე, იმ სახლში ჩაშენებულია. მე დღეს ერთი ღერი სიგარეტი მაქვს. არა, სახლის ფასში შედის ეს ყველაფერი, გაზი, დენი. ხო. მე დღეს ერთი ღერი მაქვს მოწეული რა. მაგრამ კბილები იმდენ, თქვა. დიდი ხანია რა, მოკლედ გადამულოთ ეწევი და ამიტომ იგრევე გადაგდება სიგარეტის არც ისე კარგი იქნება ჩემ ჯანმრთელობისთვის. მიზეზები. ცოტა სვაპარებ მაინც. მიზეზები. ეხა რომელ საათია? სამხტო. ხო, ერთი ღერი მაქვს მოწეული. გინახავს მე, რავი, 4 საათში ერთი ღერი მქონდეს მოწეული, ეგეთი 4 საათსაც გინახავს. ეს გიჟე, ვისად ყובה. და დუატყობ ჩემ გამონწერებს.
აი, ანუ არ დამითვლია. ვერ დაითვლი, იმიტომ რომ არ არის. ხო და ანუ რა შეასახი რომ მარტო ცხოვრება ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე წარმოუდგენია ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აუ ნეტა მარტო გადავიდე რა. ჩემი აზრით თუ სახლი გაქვს და ქირას არიხდი. ეგ ვაფშე პიზდეცია, ქირით ვიყავი მე დაჟე და ხელფასი მქონდა საკმაოდ კარგი რა მაშინ. ხო და ნახე თუ ქირას არიხდი და სახლი შენია და კომუნალურები უფასოა. მაშინ დელი 3000 კი არის ეხლა დელი 9000. თუ კომუნალურები უფასოა, მაშინ მარტო ცხოვრება ძალიან მაგარია და ორგანიზაცია ვარი და იცხოვრეს იწყნარაში. არა, ეგ აი როგორც ლენკა უყურებს, ეგრე არ არის. ამიტომ სანამ გადახვალთ მარტო საცხოვრებლად რაღაცა უნდა ვიღაცა უნდა ყავდეთ, ვინც მარტო ცხოვრობს და იმას კითხოთ რაღაცები. ის გეტყვის რომ კი მაგარია, იცი რატო? იმიტომ რომ თვითონაც იცის რომ არც ეგეთი მაგარი არ არის, მაგრამ თავის თავთან არ ტყდება რა. ანუ აბა მეც ეგ ვიყავი რომ აი არა მე მარტო ვცხოვრობ, მე მაგარი როჟა ვარ. არა, ძალიან მაგარი როჟა ხარ, 30 წლის რო ხარ და მშობლებთან ერთად ცხოვრობ და აი არის ეს საჭმელი საიდან მოდის? მის გამო დავბრუნდი, შენ ჩემზე კარგად იცი რომ დიაბეტის გამო დავბრუნდი ჩემთან. მიზეზები. რა მიზეზები? გაჩავარდი მიდი ორი. მე იმიტომ მე ვაღიარებ და იმიტომ ისწორდება მშობლებთან ერთად ცხოვრება, რომ ფულს მარტო ჩემი თავისთვის ვხარჯავ და არა სახლისთვის. ვერთი 4 წელი ცხოვრობდი მარტო. უბრალოდ ჩაქარმა რაც გამიკეთა იყო აპასნი ჩემი მარტო ცხოვრება. იმიტომ რომ ვიღაცა უნდა ყოფილიყო გარშემო, ვინც შემომხედავდა და იტყოდა რომ აბა, ნახოთ თუ მოკვდები. არა, კიდე იმიტომ ისწორდება ჩემი მშობლებთან ერთად ცხოვრება, რომ ჯერ დიდი სახლი მაქვს და მიყვარს და მე კიდე ქირაში შენი სახლი არა თან არ მიყვარს. ბედა. თუ რაღაცნაირი კატის ბეწვებია? ხო. ეხლა ცეცხლს წაგიკიდებ. და ეს არის რა ქვია, გასახდე კიდე რატომ მიყვარს? რატო? ხო, ქირაში აი სახლს ხო ვერ ვიყიდე ახლა რა. აი მაგას რეალისტურად უყურებ, რომ აი ამ წამს სახლს ვერ ვიყიდე და განმოდებაში ფულის ხდაც არ მიყვარს და არც ქირაში ფულის გადახდა მგონია. არა, იპოთეკა არ არის ცუდი პონტი ახლა გააჩნია. ხო, იპოთეკა მაშინ არის კარგი, თუ თანხის დიდი ნაწილი შეგროვებული გაქვს სახლისთვის და უკვე კარგად იწყებ რა, ანუ აი ვთქვათ 50,000 უკვე შეიტანე და 50,000 თუ შეიტანე 50,000 ბინები ღირს. აი ეგეთ ბინაში შენი ცხოვრე. 50,000-იანში. აი რომელია 50,000-იანი ბინა შენი? აი ესეც კი არ არის 50,000-იანი ბინა. ჩემს სახლში მივეცი 63 2014 წელს. წლევანდელი ახლა რომ დათვალო იმ დროინდელი 63,000 ახლა არის ალბათ რა ვიცი 120. ხო, მაგას ვიცახი, ეს სახლიც კი, ჩემიც ეგეთია, ანუ შენ არის ხო, ეს სახლიც კი 120,000 ღირს დაახლოებით. მე მგონია ეს სახლიც კი არ ღირს 50,000 და გავგრაზდა. არა, რას მელაპარაკები? არა 50,000 და ახლა შენებარეში რომ შეიტანო შეიძლება მაგარი კიდე ერთ ოთახს. რა ერთ ოთახს ბიჭო 50 ბიჭო $100 აი ამ ხელა სახლს იყიდი, რამ ხელა სანზარეულოც მაქვს. არა ძმა. კი, აი ის იქნება მისაღები ეს ოთახი და ტუალეტი, რავი, აი აქ შიგნით. არა ეს ძალიან პატარაა ლენკა. კარგი. Короче, $100 რო კვადრატი ხიდდეს, 50 კვადრატი უკვე საცხოვრებელი ფართი არის, ორი ოთახი არის მინიმუმ. ბიჭო, ოთახს ხო გააჩნია? ანუ ორი ესეთი ოთახი რომ მქონდეს, არ მინდა. 5 მეტრი იქით, 10 მეტრი აქეთ, 50 კვადრატი. ერთი ოთახისთვის მშვენიერი ზომაა. 50 კვადრატი არის ერთი ოთახისთვის მშვენიერი. რა არის? 50 კვადრატი არის გოგო. ის რა გქის? ათლეტიკა გაგიქცა. ვერ ზომა მოიცა. ეს ჩემი სახლი რამდენი კვადრატულია? დე. 100 ჯამში. ხო და ამის ნახევარში ორი ოთახი რომ მქონდეს ძალიან პატარა ოთახები იქნება. შენი ოთახი, ოთოს ოთახი. გიოს და მარის ოთახი და ლოჯი აის არის 50 კვადრატი. და სამზარეულო და მეორე ლოჯი გამოვიდა 50? საპირფარეშოც. მისაღებიც. და აბაზანც. და ჩემი უფრო დიდია, რო იცოდე, მიერთებული მაქვს რაღაცები. არა, მიერთებით არის 100. ჩემი 120 არის მიერთებით.
ჩემი უფრო მეტი მაქვს მიერთებული მე. მეც შილკა მაქვს. შენ ნახევარი გაქვს მიერთებული, მე მთლიანად მაქვს და ჩემი აივნებიც უფრო დიდებია. აი, მაშინ შენი 120. ანა ეგრეა შენი აივანი, ჩემს გიოს აივანზე დიდი, ჩემი აივანი. არა, გიოს და შენი აივანი თანაბარი ზომის არის. მაგრამ აი ეს აივანი და ის აივანი ბევრად დიდებია, ვიდრე შენ. არათო გეჯიბრები, ორივე სახლის ტერიტორიული მდგომარეობა არ მომწონს, ამიტომ ორივე ეკვივალენტურად ცუდია, მაგრამ ეს კარგი იმიტომ არის, რომ ჩემია. მარტო იცხოვრებდი. მარტო ცხოვრება ძალიან მინდა. მაგრამ თუ სახლი ჩემი იქნება და კომუნალურები უფასო. მე მახსოვს ეგეთ დაპირებები, რომელიღაც საარჩევნო პარტიებს ჰქონდათ. უფასო კომუნალურები. ყველას. და ეგენ საწავიდნენ. ეგ ხალხი სად არიან? მე ვაძლევდი მაგათ მარტო ხმას. სად არის ეგ ხალხი საწავიდნენ? არა, მეც არ ვაძლებდი ხმას, იმიტომ რომ პატარა იყავე. არა. მეთქი ეგ ხო ისედაც ეგრეა, რა დებილობას პირდაპირ. მოჩეს ეს ვიდეო და ახალი გადავიღოთ. აი, რადგან ლენკამას ეისურვა, მე არ მაქვს. ვერ გავიგე, ანუ ეს ვიდეო ის კი არ იყო მარტო ცხოვრება, კაია, თუ ცუდია, ეს ვიდეო ის იყო, რომ აი სახელებს ვატოლებდით. არა, ეგრეც არ იყო, ხა თავიდან ხო ილაპარაკე. მაგრამ მე მგონია, თან რომ მე პირველი შვილი ვარ და ეს ახლა ჩემია. მარტო ცხოვრება ცუდია. შენ მესამე ხარ და შენ სახლი არ არის ის. მე მგონია, რომ მარტო ცხოვრება იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომ სამ რაღაც ნაბიჯს გადავდგებთ, აუცილებლად უნდა გავიაროთ რაღაცა კონსულტაციები. გაქცევაზე რო ხართ სახლიდან, ეგ იმას არნიშნავს, რომ უნდა გაიქცეთ რა. აიგა ჩემი აზრი. მართალი მეგობრებო, თუ თქვენზე ძალადობენ ფსიქოლოგიური და თქვენი სივრცე არ გაქვს, სახლიდან არ უნდა გაიქცეთ, აუცილებლად იმ სახლში უნდა დარჩეთ. ვინ ძალადობს? ჩემზე არავინ, მადლობა ხო, უფალს. ვიღაცას თუ მამა აუპატიურებს, ხო, ის რომც გადავიდეს ცალკეებსო, ფსიქოლოგიურად პრობლემაა უკვე. არის ეგეთი ხალხი საქართველოს. იმ სახლში უნდა დარჩეს? იმ სახლში დარჩენა გაქცევას რა, აი რო უნდა უჩივლოს. და იმ სახლში რა, შემაკავებელს დაუწერე. და შემაკავეს, როგზე გაუშვებენ ეგრევე. აი და გამოვა ერთ წელიწადში. გაუპატიურების მე ერთ წელიწადში გამოდის ხალხი. გენაცვალე, მაგრა გესმის შენ. ანუ მე ძალიან კარგად მესმის, ვინ რამდენი ხანი უნდა იჯდეთ ციხეში ბოლოდ, მე გეუბნები ჩვენი სასამართლოს ამბებს. ჩვენი სასამართლოთი რაც არ უნდა იყოს, ეგეთ ტიპს, ეგ რო გაუსკდება, დარხეული აქვს ყველა მხრიდან თან. აუ, ჩაიდანი მინდა. დე. აი მე ჩაიდანი მაქვს. აი, ჩემი სახლი ერთი ჯობია, მე ჩაიდანი მაქვს. ეს წინაზე რო აი მინდა გადავაგდე ღერი. ეგ თუ გახსოვთ. ეხლა იქ არ გეგონთ რომ აი მინდა გადავაგდე, აი ახ ჩავაგდე პარკი გვაქვს ნაგვის და გაგვაქვს კარჩი კარგად იყავით. რა? ნა პარკი გვაქვს ნაგვის. ხო რა. მე მაქვს, შენ არ გაქვს. ნაგვის პარკს მისმოტავენ ბიჭო.